თბილისის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი თბილისშია. 41 წლის ესპანელი ალექს გარსია საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ესპანელი სპეციალისტი ბარსელონა B-ს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. კლუბის ტექნიკურ დეპარტამენტში კი იტალიისა და ინგლისის სატრანსფერო საკითხებს კურირებდა. დინამოს სამწვრთნელო შტაბში კიდევ 2 ესპანელი იქნება. მარკ ჰუგეტი და ანდრეს კორასკო ბარსელონადან. ახალი მწვრთნელის ჩამოსვლასთან დაკავშირებით თბილისის დინამოს ხელმძღვანელობა დღეს მედიისთვის სპეციალურ შეხვედრას გამართავს. ალექს გარსია დინამოსთან ერთად მომავალ კვირას სლოვენიაში გაემგზავრება და გუნდს ევროპის ლიგის მატჩებისთვის მოაწყობს. დღეს პირველად ჩამოვედი საქართველოში. გავეცნობი გუნდის შემადგენლობას და კონკრეტულ გეგმებსა და სათამაშო სტილზე მომავალში ვისაუბრებ. თბილისის დინამოს შესახებ ვიცი, რომ რამდენჯერმე საბჭოთა კავშირის ჩემპიონია და თასების მფლობელთა თასიც აქვს მოპოვებული. ვაპირებ კლუბის ისტორიას საქართველოში გავეცნო. ძალიან ბევრი სიახლე იქნება, როგორც გუნდში, მატების თვალსაზრისით, ისე მის კვალიფიკაციაში და მის შედეგებზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის დასახული მიზნები, რაც არის ჩვენი მაქსიმუმი, მიღწეული იქნება.